ბედნიერების განცდა სხვადასხვაგვარია ადამიანი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ ბედნიერებას ხედავს ყველაფერში. იშვიათად ბრაზდება და თვლის, რომ თუ მისი ქათამი მელიამ წაიყვანა, ესე იგი მელიას მარჩენალი არ ხავს და საკვები ჭირდებოდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ომის სიზნელეების და მარტოობას, თუმცა ბუნებასთან სიახლოვე მას ბედნიერების უკეთ განცდაში ეხმარება. ნახეთ მარიშკა მამაგეიშვილის სიუჟეტი მაყვალა ბებოს შესახებ, რომელიც ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში ცხოვრობს. ჩემ ფუტკრები რა ამბავში არიან, მუშაობენ ჩემ თავით. 5 საათზე რო ავდგები, ყავას დავლევ და შეუდგები მუშაობა. პირველ რიგში საქონელს გავუშვებ. ახლა ყანა მაქვს და ყანას ვუშაობ. თესავ. მე ვარ 91-ში გადავედი. ნიკოლოზობის დღეს ვარ დაბადებული, 19 დეკემბერს. ჩემი შვილიშვილიც ჩემ დაბადების დღეზეა დაბადებული, ესე იგი დავიწყება არ მიწერიათ. ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე რო იქნება, ჩემზე სიტყვიან ორ სიტყვას. თუ ადრე არა ვდექი, ბარაკა არა მაქვს, იმიტომ რომ ჩქარა ვერ მუშაობ. შემინელდა ცოტა ტემპი. ახლა ძირს რო დავუყარო, არ შეჭამენ. რო ვიღებ ძირს და ხელში დავიჭერ და ისე ვაჭმევ, დიდი სიამოვნებით მირთმევენ. გაწუწკებული არიან. ჯერ არიან, არიან. საღამოს რო დავწვევი, დავგეგმავ. ხვალ რო ადგები მაყვალა. ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო. ამას გეგმას რასაც ავიღებ, ყველა თუ არ გავაკეთე, ვაიმე, მაშინ შუაღამემდე რო იყოს, მაინც უნდა გავაკეთო. შარშანდელთან შედარებით კი ვარ ცოტა ძალაში მოკლებული, მაგრამ რო გამახსენდება ჩემი შვილი და შვილიშვილები, აი, მაყვალა არ გაჩერდე შენ, მაგი არ გეკადრება თქო, ევნებ ჩემ თავს. გელოდებიან იქით. რაც შეიძლება, ბებია, ვცდილობ, რომ ყველას სიკეთე გავუკეთო. ჯერ იმიტომ, რომ უფალთან რო წარვდგები, უფალმა მის მომყოფოს. მერე იმიტომ კიდო, რომ ჩემ შვილიშვილებს რო კბილი არა უყვეთოს ჩემმა ნაჭამმა. ყემალმა. აი ამიტომ. უი, აფხაზეთი არ მითხრა ბებია. 64 იყო ბებია, 64. სოხუმში 2 ოთახიანი ბინა მქონდა და გაგრაში სახლი მქონდა და 2 ოქტომბერი იყო დილით ადრე ავდექი და მოდის ბეტერი და იძახის, გაიქეცი, თავს უშველეთ, ქალაქი იცლება, ვაი, საით გავიქცე. ახლა ჟურვანტელმა დამიარა. სიზმარში რო გიმართება, რო გინდა გაქცევა და ვერ გარბიხარ, ასე დამემართა, მუხლები გამეყინა და რო ესრულობდნენ ტყვიებს ჩვენ მანქანას და ისა, მე ასე ხან თემოს ვეფარებოდი, ხან ჩემ მეუღლეს მე რას უზამდი, მაგრამ ეს ინსტინქტი ყოფილა ასე თვითნებურად აკეთებ ყველაფერს. ხალათი მეცვა ჩითის. უნდა ზღვის შლოპანცები მეცვა, თემოს შორტიკი და ბრიტელებიანი მაიკა. ჩემი ქმარი კიდო ისე და სახში არ შევსულვართ. არ ჩემი შვილის პატარობის სურათები არ მქონდა, არაფერი არ მქონდა და მერე ყველას ურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ჩემი სურათები და ბონდოს სურათები თუ გაქვენ თქო, გამომიგზავნეთ თქო. სახსოვრად ჩემ თავზე მეტად საყვარელ დაიკო ციცოს, ბიძაშვილს ჰქონდა ეს და წავარდი უკან. შენი გულკეთილი მაყოლასაგან 67 წელია ეს. ესე იგი, რამდენი წლის ვიქნებოდი? სტუდენტობის ხანაო. მე მომხდარზე ბევრს არ ვჯავრობებია. ახლა მე ლამხოწა იყვანა ჩემი დედალი, მაგრამ სულ არ ვჯავრობ. სულა, გეფიცები.
ეს მე რამდენია ვინ იცის ახლა როწე იყო რა ქნას ახლა იმასაც ჭამა უნდა მარჯენალი არ ყავ ხო და ასე ასე ნელ-ნელა შრომით, ჯახირით, წვალებით მოვედით აქამდე. ეს ზედასართული ჩემი მეუღლის სიცოცხლეში გავაკეთეთ. ეს მე გავაკეთე ქვედასართული. ეს სახლი ვისიც იყო და ეს ეზოგარემო იმ კაცს მეუვლიდი და თემოს დაუტოვა ყველაფერი ანდერძით. აცხონოს უფალმა სადაც არის იქ. თუ რამე ცოდვა ექნებოდა ჩადენილი ეს მარტო ყოფნის ყველაფრის ასანაზღაურებლად. მე ჩემ მეუღლეს რო ვიხსენებ 4 დედმამიშვილი მაკლია იმათ რო ვიხსენებ იმას პირველ რიგში ვასახელებ. ის ყოფილა სინამდვილეში ჩვენი პატრონი. ასე ხო გამოდი. შენ რატო არ ტოვებ აქაურობა? რატო არ ტოვებ ბებია და ჩემ მეუღლე ეგერაა დასაფლავებული. რაც ის გარდაიცვალა მის მერე საფლავი არ მივატოვე. მივდივარ ხოლმე ზოგჯერ რო გულზე მომაწვება დარდი და რაღაცა მივდივარ და ვეუბნები. ხან საყვედურს ვეუბნები, ხან ვეფერები. ეს რა მაგარი ყვავილია იცი? რა არის ბებია ისედაც მოკლეა ეს ცხოვრება და სანამ ახარ არ უნდა აწყენიო სხვას და შენ თუ გაწყენიებენ უფალმა ასე თქვა უტიეო მაშინ უტიეო რაც შეგიძლია უნდა აკეთოს იკეთე მეც მაგალითად გრძნო ბრო სოფელში მე მგონი ყველას უყვარვარ იმიტომ რომ შემხვდებიან თბილად ხვდებიან მე სიყვარულებიან მაღალაბებო მიძახიან და ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველას უყვარვარ და მეც ყველა მიყვარს ბებია